მოგესალმებით მეგობრებო, ქორუმი გვაქვს. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ ჩვენი კომიტეტის ხდომა. სულ ორი საკითხი გვაქვს განსახილველი და ორივეს მესამე მოსმენით წარმოგიდგენთ. პირველი საკითხი ეს იქნება საქართველოს პარლამენტის წევრების არჩილ გორდულაძის და სხვების კანონის პროექტები პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე თანამდებობ ინიციატივებთან ერთად და მეორე საკითხი ეს არის უკვე ასევე საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ შემუშავებული კანონების პროექტი, რომელიც არის წამყვანი კანონის პროექტი ამ პაკეტში არის კანონთან კომპლექსში ყოფაროს სრომათა რეაბილიტაციის მხარდაჭერის შესახებ კანონი, თანამდებობ კანონის პროექტებთან ერთად მოხსენებელი აქ მე გახლავართ. კეთილი დავამტკიცოთ დღის წესრიგი გთხოვთ და შესაბამისად კეთილი ძალიან მოხარული ვართ ბატონო არჩილ, ჩვენთვის პატივია ეს მხოლოდ და ეხლა თქვენ გთხოვთ ბატონო არჩილ წარმოგვიდგინოთ მესამე მოსმენით აღნიშნული ინიციატივა. გთხოვთ ბატონო არჩილ. უკაცრავად ბატონო თავმჯდომარე, მოგესალმებით კოლეგებო, მესამე მოსმენით განსახილველად წარმოგიდგენთ კანონ პროექტებს, რომელიც იწყება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე. მოგახსენებთ, რომ წარმოდგენილ კანონ პროექტებში მხოლოდ და მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებებია ასახული, რომელიც მათ შორის რეკომენდირებული იქნა იურიდიული დეპარტამენტის მიერ და კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი იმ დიდი საქმისთვის, რასაც აკეთებს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტი იმისათვის, რომ საკანონმდებლო ტექნიკის კუთხით და არა მხოლოდ დახვეწილი იყოს პარლამენტის მიერ მიღებული თითოეული კანონ პროექტი. კითხვების შემთხვევაში მზად ვარ, რომ უპასუხო თითოეულ მათგანს. კეთილი, დიდი მადლობა ბატონო არჩილ, კითხვები ხომ არ გვაქვს? კეთილი, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკითხი განხილულია და თითოეულ კანონ პროექტში უკაცრავად ბატონო თავმჯდომარე, თითოეულ კანონ პროექტში მხოლოდ და მხოლოდ იმგვარი რედაქციული ხასიათის ცვლილებებია, რომელიც არანაირად არ ცვლის შინაარსს და ინიციატივა რაც გულისხმობდა, რომ ანტიკორუფციული სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შესაბამისი უფლებამოსილებები განახორციელოს კონსტიტუციურმა ორგანომ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, სრულად არის ინტეგრირებული მხოლოდ რედაქციული ცვლილებებით. მეტი არაფერი. კეთილი, მადლობა ამ დაზუსტებისთვის ბატონო არჩილ, შეკითხვები მოსაზრებები ხომ არ გვაქვს? ვაი ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკითხი განხილული არის და გადავიდეთ უკვე დღის წესრიგი გათვალისწინებულ შემდეგ საკითხზე, რომელიც არის კანონთან კონფლიქტში არასრულწლოვნების შესახებ. ვინაიდან მესამე მოსმენით განვიხილავთ ამ ინიციატივას, პირდაპირ მე გაგაცნობთ ცვლილებებსაც არის შესული, ძირითადად ეს არის ასაკვირველია რედაქციული ხასიათის ცვლილებები. გარდა ამისა, ჩვენ როდესაც პლენარულ სესიაზე მეორე მოსმენით უყარეთ კენჭი აღნიშნულ ინიციატივას ქონდა გარკვეული დათქმები და ამ დათქმებით უყარეთ კენჭი. ერთი ეს დათქმა იყო მულტიდისციპლინურ ჯგუფთან დაკავშირებით, რომელიც ამოდროულად იქნებოდა მულტისექტორული ჯგუფი, ანუ ცხადია, ლოჯისტიკურად ეს კანონპროექტი იმპლემენტაციის დონეზე იქნება იუსტიციის სამინისტროში, მაგრამ თვითონ მულტიდისციპლინური ჯგუფი, ვინც მართავს უშუალოდ кейსებს, იქნება დაკომპლექტებული სხვადასხვა რელევანტური უწყების წარმომადგენლებისგან. ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება არის სწორედ იმისკენ გადადგმული, რომ ცხადია სახელმწიფოს მთავარი არჩევანი და მთავარი პასუხისმგებლობაც ეს არის მზრუნველობის და მხარდაჭერის გაძლიერება და სწორედ ამ მიზნის იმპლემენტაციიდან გამომდინარე, რათა სპეკულაციების სივრცე არ დაგვეტოვებინა, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და უკვე პლენარულ სესიისთვის ბიუროს რედაქციაც გაეგზავნება, ეს ასახული იქნება ამ რედაქციაში. ამავდროულად ჩვენ დათქმით ჰქონდა საუბარი გარდამავალ დებულებებთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან ეს მიდგომა იქნებოდა მიზანშეწონილი იყო, რომ ცალკეული კანონქვემდებარე აქტები მომზადებული იყო საქართველოს მთავრობის, ცალკეული კი იუსტიციის სამინისტროს მიერ და ესეც უკვე 29 მუხლში ასახული იქნება და სწორედ ამ რედაქციით გავაგზავნით ბიუროში. მესამე დათქმა ჩვენ ჰქონდა ამოქმედების ვადებზე და ამაზეც მოგახსენებთ, რომ ეს დათქმა ჯერ კიდევ ძალაში არის და მიმდინარეობს პროაქტიული მუშაობა ამასთან დაკავშირებით და უკვე პლენარულ სხდომაზე დავაზუსტებთ ჩვენ ამ საკითხს და იქ გავაჟღერებთ კონკრეტულ ამოქმედების ვადებს, გარდა ერთი ასევე
დისკუსიის დროს იყო გამოთქმული 22 მუხლის თავდაპირველ რედაქციასთან დაკავშირებით და განიცადა რედაქციული ცვლილებები და ვიმსჯელეთ რომ ასე ვთქვათ თავდაპირველი ვერსია იყოს და ის წუხილები რაც აქ მუხთან დაკავშირებით იყო გამოთქმული ასევე ვფიქრობთ რომ მეშვიდე მუხლმა და იმ ტრანსფორმაციამ რაც მეშვიდე მუხლმა განიცადა ამას ეს სტანდარტი შესაბამისად დაამკვიდრა და ეს არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ამასთან დაკავშირებით და სულ ეს არის რაც კომიტეტზე ამ ეტაპზე მინდოდა თქვენთვის მეთქვა და ის ცვლილებები რაც დათქმისა და რედაქციული ცვლილებების ფარგლებში განიცადა აღნიშნულმა ინიციატივამ თუ კითხვები და მოსაზრებები გაქვთ ასაკვირველია შემიძლია გიპასუხოთ როგორც ჩანს კითხვებიც არ არის, მაშინ ჩვენ შეგვიძლია უკვე და ეს საკითხის განხილულია და დღის წესრიგზე დავაყენოთ ორივე ინიციატივა. კეთილი მაშინ პირველ რიგში კენს უყრით საქართველოს პარლამენტის წევრების არჩილ გორდულაძის, დავით მათიკაშვილისა და სხვების საქართველოს კანონის პროექტებს პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილებების შეტანის თაობაზე თამდევ ინიციატივებთან ერთად, ვინ არის მომხრე დაუჭიროთ მხარი. ერთხმად არის მხარდაჭერილი და მეორე საკითხი რომელიც დღის წესრიგის კენჭისყრაზე დგება ეს არის ასევე საქართველოს პარლამენტის წევრების არჩილ გორდულაძის, თორნიკე ჭეიშვილის, სალომე ჯინჯოლავას, ალოდა ღუდუშაურის და სხვების მიერ კანონის პროექტები კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულოვანთა რეაბილიტაციის მხარდაჭერის შესახებ თამდევ კანონის პროექტებთან ერთად ვინ არის მომხრე დაუჭიროთ მხარი წინააღმდეგი ხომ არ არის ვინმე ერთი წინააღმდეგი დანარჩენი მხარდაჭერილი აღნიშნული ინიციატივით. კეთილი, ჩვენ ამოვწურეთ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, კომიტეტის ხდომა დასრულებულია. მადლობა კოლეგებო.